ეს არის საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა და ეს დოკუმენტი უკვე გააცნო ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ეს არის ერთგვარი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პირობებს, რომლის აყენებასაც ევროკავშირი აპირებს რუსეთისთვის. იცით, რომ დაახლოებით 1 წელია უკვე რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ პროცესში ბრიუსელი ჩართული არ ყოფილა, ძირითადად მედიატორის და შუამავლის როლი ამ პროცესში ჰქონდა შეერთებულ შტატებს და ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ გააქტიურებულ ევროკავშირს, თუნდაც ამ დოკუმენტის სახით, რომელიც კაია კალასმა წარადგინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და სხვადასხვა პირობებში, რომლის ჩამონათვალიც აქვს გამოქვეყნებული რადიო თავისუფლებას, არის ჯარების გაყვანის მოთხოვნა, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ისევე როგორც მაგალითად მოლდოვადან, ბელარუსიდან და სომხეთიდან, ასევე ევროკავშირი ამ დოკუმენტის მიხედვით ითხოვს რეპარაციების გადახდას, ანუ იმ მილიარდობით ზარალის, რომელიც რუსეთს უკვე სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული და ამ თანხებს ვიცით, რომ არ იხდის მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ ვესაუბრეთ რიკარდ ჯოზვიაკს, რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელს, რომელიც ამბობს, რომ ეს არის მაქსიმალისტური დოკუმენტი და ევროკავშირი ახლა ასე პოზიციონირდება, რომ ისინი ითხოვენ მაქსიმუმს, რომ მიიღონ მინიმუმი მაინც. This is a document that the EU has presented as ეს არის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირმა წარმოადგინა როგორც საპასუხო წინადადება ყველა იმ დათმობაზე, რასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს. ეს არის ძალიან მაქსიმალისტური დოკუმენტი, რომელიც ძირითადად ყველაფერზე საუბრობს, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს ბრიუსელის აზრით. ერთ-ერთი რამ, რასაც ისინი აღნიშნავენ, არის ის, რომ უკრაინის დატოვების და იქ ჯარების შემცირების შემდეგ რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა მეზობელი ქვეყანა, სადაც მათ ჯარები ყავთ, მათ შორის საქართველო, ასევე მისი ბაზა სომხეთში, ბელარუსში და რა თქმა უნდა მოლდოვაში. ევროკავშირი ფიქრობს, რომ რუსეთმა ესეც უნდა გაითვალისწინოს მოლაპარაკებებში. კაია კალასის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე უკვე განხილულია ბრიუსელში და ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა გველოდება წინ უკვე 23 თებერვალს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და ამ შეხვედრაზე ბრიუსელში უკვე იქნება ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ეს დოკუმენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს კიდევ, ვინაიდან ეს არის ჩარჩო დოკუმენტი და სამუშაო დოკუმენტი, როგორც გითხარით და მათ შორის ამ დოკუმენტში გამოცემის ცნობით, სწორედ რადიო თავისუფლება გამოაქვეყნა ამ დოკუმენტის შინაარსი. ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნას, როგორც ეს აქვს. ასეთი პოზიცია აქვს შეერთებულ შტატებს, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, ვინ შეიძლება იყოს ესეთი კანდიდატი და რა მისია შეიძლება მას ჰქონდეს კონკრეტულად. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რიკარდ ჯოზვიაკის დამატებით კიდევ განმარტებები ამ დოკუმენტზე. It was already discussed by European diplomats. ეს საკითხი ევროპელმა დიპლომატებმა უკვე განიხილეს ამ კვირაში ბრიუსელში და სავარაუდოდ ის კვლავ განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება. კაია კალასი ამ საკითხის ინიციატორია, ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ. ის რუსეთის წინააღმდეგაა, ის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგაა. მას სურს საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება, მაგრამ ჯერ ერთსულოვნება არ არის. მაგრამ ეს ასევე იმის ნიშანია, რომ ის კვლავაც იქცევა გაბედულად და მოითხოვს რუსეთისგან მაქსიმალურ დათმობებს. ეს სამუშაო დოკუმენტია. კაია კალასი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეც მოითხოვ, მით მეტია შანსი მიიღო რაღაც. თუ არაფერს მოითხოვ, ვერც ვერაფერს მიიღებ. ის იაზრებს, რომ ზეწოლის გარეშე რუსეთი არ დაიხევს უკან მეზობელი ქვეყნებიდან. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არის ევროკავშირის სურვილი. იმ ვრცელი დოკუმენტის მიხედვით, რომლის შინაარსიც რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა და ეს არის სამუშაო დოკუმენტი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევროკავშირი ასევე მოითხოვს რუსეთისგან, რომ შეწყვიტოს საჰაერო სივრცის დარღვევა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიები, საბოტაჟი და არჩევნებში ჩარევა, მათ შორის კიბერშეტევა, მოკლედ ის რბილი ძალა, რაც აქვს რუსეთს სხვადასხვა ქვეყნებში გავლენების მოსახდენად. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მაღალი დონის დოკუმენტში საქართველოს მოხვედრა, ვინაიდან ჩანს აშკარად ის, რომ ქართული ოცნების გამუდმებული თავდასხმების მიუხედავად ევროპელ პარტნიორებზე, პირადად კაია კალასზე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე, საქართველო მაინც რჩება ევროკავშირის წესრიგში.